ალო. როგორ ახარ ქართულში? კარგად ბატონო, კარგად, შეგორა. რა ვიცი ამ დედა მოტყნულების ხელში როგორ ვიქცე. ის ხეცი. ბიძინა ივანიშვილის. ქართულს. მოკლედ რომ გითხრა რა, რაზეც გირეკავ რა, ეხა ყველაფერი იცი, მე ჩემი YouTube არხი გამოგიგზავნე, შეგიძლია შეხვიდე და ნახო იქ შენზე ვსაუბრობ და მოკლედ ყველაფერი არის რა, ეს ჩემი გავლილი რაც არის რა, ისტორია. მაგრამ ეხა არის ის საკითხი, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხო, რაც 2015 წელს დაიწყო რა, დღემდე ჩემი სახლი საცხოვრებელი მაქვს ბანკში ჩადებული. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სიტუაცია მივიდა კრიტიკულ მდგომარეობამდე. აქედან გამომდინარე მინდა დავიბრუნო ჩემი ბიზნესი შენგანაც და იმ დედაფილში მოტყნულ ლევან ახვლედიანისგანაც რა. ხო და მოკლედ გირეკავ მაგაზე და შეხვედრა მინდა და დალაპარაკება მინდა. რა ვიცი მე შენს მიმართ მე იქ ჩემი YouTube არხზე ვსაუბრობ შენთან დაკავშირებით და მოусმინე რა. რა ვიცი რა, ნუ ესე ვთქვათ ამ ცუჩი ყველაზე აი ამ ცუჩი ყველაზე კარგად ვინც მოიქცა ერთ-ერთი შენ ხარ და პირველი შენ დაგირეკე ქართლოს აი სუფთა ადამიანურად რა, ადამიანური თვალსაზრისით დაგირეკე რა და არ ვიცი შენ როდის ჩამოდიხარ მე აი თუ ვინმეს ეჩქარება ყველაზე მაგრად მე მეჩქარება რა სახლი მიდევს მევახშესთან მიდევს მესამეჯერ გადავაგირავე ნუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩემი სიტუაცია არის კრიტიკული იმაში რა წერტილზე მისული და რა ვიცი რა ეხა დედამოტყნული ფარცხალაძე და დედამოტყნული მიხოსვანიძე და მუტლიშვილი გოგა თოფურია ჩემ ფულს არ უნდა ჭამდეს რა სანდრო სვანიძე ვირთხარო და დაისლასნება და ჩემ ფულებს აგროვებს მაგის დედის პირში შევეცი მე მაგისი მოკლედ ქართლოს როდის ჩამოდიხარ შენ ხო ნუ რავი რა ესე ვთქვათ ჩამოხვალ თუ არა პირველი საქმეთ მე დამგეგმე რა ანუ რომ გითხრა რაზეც ხვდები რომ იცოდე რა ჩემი ყველა ზუსტად მითხარი რაზე ხვდები რომ ვიცოდე რომ ხო აი ზუსტად გეუბნები უნდა გაქცე არ უნდა გაქცე ხო რა მითხარი ჩემი ბიზნესი მომისმინე ქართულ ჩემი პოზიცია მშვენივრად იცი ყველაფერი რა თავის გამოყლევების დედა მომწყან ყველაფერი იცი მშვენიერად გამიგე და ჩემი ბიზნესი და ჩემი ფული მინდა დავიბრუნო შენ რო რაღაცეებს იძახი რომ შენ ხო გაკიდე და ის რაღაცეებს რო ბოდავ ეგ არის ბოდვა ჩემი ფული მინდა დავიბრუნო და ჩემი ბიზნესი რაც მეკუთვნის არც ერთი ლარით მეტი მინდა არც ერთი ლარით ნაკლები რაც მეკუთვნის ის მინდა შენთან არა მაქვს არ მქონდა არა მაქვს შენთან ბიზნესი მე ქართულს ეხა მე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ რა მე ტელეფონში არ ხო მე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ პირდაპირ გეუბნები ხო ჩემი ბიზნესი რას ქვია რა მინდა რა შენ უნდა გქონდეს შენი ბიზნესი და მე ჩემი ბიზნესი არ უნდა მქონდეს გეკითხები უბრალოდ შენ რა ხო თუ არ იცი და უარყოფ და მოკლედ არ მაძლევ ჩემ ბიზნესს და მართმევ და ფარცხალაძეს აძლევ ჩემ ფულს ხო რა მაგას ნახავ რა ფარცხალაძესაც მაგას ნახავ ყველაფერს შენ თვე უბრალოდ ქართულს არ გეჩხუბები ავჩხუბობ უბრალოდ ეხა ემოციურად აღელვებული ვარ პირდაპირ გეუბნები ჩემი აზრით შენ თუ ესე გააგრძელებ ჩემი აზრით ხას უსვავ ჩემი აზრით შენ და შენ თელ ოჯახს დაასანქცირებენ აი ეს მინდოდა რომ მეთქვა ეს იცოდე შენ თუ ფარცხალაძის მონობას გააგრძელებ მე შენ გეუბნები რომ შენ და შენ თელ ოჯახს დაასანქცირებენ კარგად იხავი თუ გინდა დამირეკე თუ გინდა ნუ დამირეკავ მე ესე მგონია რომ შენ და შენი ოჯახი დასანქცირდებით მე ესე მგონია ხას უსვავ